სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი. სანამ სახარებაზე ვიტყოდეთ ორ სიტყვას, მინდა გავიხსენო წმინდანი იაკობ ნისიბიელი, სიწმინდით და მადლით შემოსა უფალმა თავისი წმინდა ცხოვრების გამო. ან მადლითა და ნათლით იმოსება ადამიანი, ან ცოდვითა და სიბნელით, ან საკმეველივით სურნელოვანია მისი სული, მისი ცხოვრება, მისი საქმენი, ან ყარს უფლის წინაშე. და წმინდა იაკობის ცხოვრებაში არის ასეთი შემთხვევა, რომ მიდიოდა გზაზე და სამაგ ლახაკმა დაინახა და იფიქრეს, რომ ლახაკები ვართო და მოვატყუოთო. წმინდა იაკობზე იძახიან და ერთი ვითომ გარდაიცვალა და ორი დასტიროდა და რომ მიუახლოვდა უთხრეს, რომ წმინდა მამაო, შეგვეწიე, არა გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი მეგობარი დაომარხოთო და რაც შეეძლო, რაც გააჩნდა მისცა და მე უფალ ღმერთსევედ, რომ მისი სულისთვის, რომ ის სული შეეწყალებინა, ეცხონებინა და შორი ახლოს რომ იყო უკვე გაცელილი წმინდა იაკობი, მივიდნენ უთხრეს შორს წავიდა ადექიო, მოვატყუეთო ღვთის წმინდანიო და საოცრება ის იყო, რომ გაშეშებული, გაყინული იდო სულს დაეტოვებინა, შეწუნდნენ, შეშინდნენ და შეინანეს და გამოუდგნენ წმინდა იაკობს და შენდობას თხოვესო, რომ სიცრუის გზა ავირჩიეთო, ტყუილის გზა, ცოდვის გზაო და ამადა მიზეზით აი ეს მოიგონე თითქოს მომკვდარიყო და აი შენ რო უფლის წინაშე მისულით ილოცეო, მისმა სულმა დატოვა ესე. რა თქმა უნდა დამოწვრა და ასწავლა და უთხრა რომ აღარ ეკადრებინათ ესეთი რამ და მე ევედრა ღმერთს და სული მისი უკანვე მიიქცა. სიცრუის გზა ეს არის ეშმაკის გზა. ტყუილით დაიწყო ეშმაკმა ადამიანთან ურთიერთობა სამოთხეში და მოატყუა ადამიანი. და რომელსა უყვარს სიცრუეო, მას ზულ სულითვისიო. სიცრუის მამა ეშმაკია. და ამიტომ ამები ამბობენ, რომ გაერიდეთ ამ ცოდვასო. ეს ძალიან მძიმე ცოდვა. აი 60 ქულოდან გახსოვთ, რომ ანანია და საფორა მივიდნენ ერთი ცოტა ადრე, მეორე ცოტა გვიან და შესაწირი მიიტანეს, გაიყიდა თავიანთი ასე იგი მონაგები და მოატყუეს, ნახევარი დამალეს და მოატყუეს თვითონ მოციქული. ქმარმა ცალკე, ცოლმა ცალკე, გახსოვთ ესა და ვინ გითხრათო, რომ სული წმინდას მოატყუებთო მოციქული ამბობს და დავარდნენ ფეხთა წინაშე და სულმა დატოვა ერთიც და მეორეც, გაიტანეს და დამარხეს. აი სიცრუე ძალიან დიდი და მძიმე მდგომარეობა არის. დღეს ძალიან ცრუ და ყალბია მთელი სამყარო. ადამიანის სახელიდან გადმოდგავს თუ არა ფეხს, ეგრევე თამაშობს კარგ ადამიანს. სიყალბეა ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ლაპარაკი, ადამიანის ქცევა. სიმართლე არა აქვს ადამიანს. და ყველაზე დიდი სიმართლე არის ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვისაებ ვინ ცხოვრობს, ის ცხოვრობს სიმართლით. ფალო შეგვაძლებინა სიმართლით იცხოვროს. დღეს არათუ სიცრუე, არავე მთელი სამყარო სომონ გომორს გავს. მთელი სამყარო, დიდი თუ მცირე. დღეს ისეთი გაუბრალოებულია ცოდვები, ისეთ ცოდვებში არის ადამიანი, რომ ერთს კი არა 100 ყოფა წარწმედა, თითო ადამიანები ისეთ ცოდავენ. აი ბავშვებიც კი ერთხელ სტუმრად ვიყავი ტაძარში და მთხოვეს რომ ახსარება მიყო და პატარა მუხლისთამდე ძლივს მომჭდებოდა ბავშვი. და ტელეფონში რაღაცა ჭუჭყე რაღაცებს უყურებ, ხა დამისახել. ბავშვებიც კი დაუცველები არიან.
პატარა 6-7 წლის და 8 წლის ბავშვები ჭუჭხში არიან გარევ და დიდებს რო ელაპარაკები, ესე იგი უკვირთ რომ ეს ცოდვა არ შეიძლება რომ ეუბნები, უკვირთ. დღეს სიწმინდე რო შეინარჩუნოს ახალგაზრდა გოგო ვაჟებზე აღარ ელაპარაკ. გასაკვირია. დაბინძურებულია სოციუმი, დაბინძურებულია სამყერთი ახალგაზრდა როგორ მოიყვანა ცოლი, ვისაც დაველაპარაკე, ისე კი ყველა არც კიერიდება ხორცელ აღრევას. აი ესეთი ცუდი მდგომარეობა არის. ცოდვის სულია გამეფებული და დღეს აი ოჯახებშიც კი შეაღწია ამან. შეუძლია ადვილად ხვარ მოუღალატოს, ცოლ მოუღალატოს. ისეთ რამეების ისმენს ჩვენი ყურები, რომ მე არ ვიცი, სადამდე დაეცა ადამიანი. აღარ მიგვირსო ნოეს დროს ჰელი დედამიწა როგორ ახოცა და აღგავა უფალმა. სომონ გომორეზე და იმ დანარჩენ სამ ქალაქზე აღარ არის ლაპარაკი, რომელიც უფალმა დასაჯა. ჰელი დედამიწა ახოცა. და დღეს ამბობენ, აი ყველა ამ ცოდვაშია და რა ვქნათ ეხლა. მიღებულია. ნოეს რო ესე თქვა, არავინ არ იძებნებოდა ნოეს გარდა წმინდა. არავინ არ იძებნებოდა. მარტო ნოე იყო წმინდა. და მას არ უთქვამს რომ სხვები წესი არიან და მეც ესე ვიქნები. ის უფლის ერთგული დარჩა. უფლის ერთგული დარჩა და ის გადარჩა და ახალ ადამად იწოდა. მისგან წარმოვიდა ახალი თაობა. მისი შვილებიდან, სემისგან, ქამისგან და იაფეთის. ძალიან საშიში მდგომარეობა არის. მე არ ვიცი ადამიანს სხვისი გადარჩენა კი არა, საკუთარი თავი როგორ უნდა გადაირჩინო და როგორ დაფარო ამ წარწყმედავი ცოდვებისაგან არ ვიცი. არდა უფალი ამბობს რომ ვერ გადარჩება ადამიანი. თუ არ მოინანიებს, აი პირველი უფალმა რაც დაიწყო ქადაგება იყო ეს სიტყვები, როცა უდაბნოში წავიდა ნათლისღების შემდეგ და იქამდე იოანე ნათლისმცემელმა დაიწყო ეს ქადაგება, ამი დაიწყო მოინანიეთ. რატო თუ არ მოინანიებდნენ უფალს ვერ მიიღებდნენ, უფალი მოდიოდა. უფალიც ამბობს მოინანიეთო, მაგრამ იქამდე უდაბნოში ადის, მარხულობს 40 დღე და როდის მიდის ეშმაკი მასთან მე-40 დღეს, როცა ადამიანური ძალები შესუსტდა, როცა ნებისყოფა იკლებს, აი მაშინ მიახლა, აი ესე იცის ეშმაკმა, თითოეული ადამიანის სისუსტე იცის და ზუსტად იქ აყენებს დარტყმას და მიახლა რომ აიო შემშია უფალს 40 დღე გასულიყო, კაცის ბუნებაც ჰქონდა ადამიანისა, ქვები პურად აქციო. მერე უთხრა რომ ესე იგი დაძრის ქემზე რომ გადაიგდე თავიო და ანგელოზები დაგიცავენო და აქაც იქ ნაყროვანება შესთავაზა და აქ პატივმოყარება. მერე მთის წვერზე აიყვანა და უთხრა რომ აიო ყველაფერს მოგცემო, დაემხე თაყვანი მეციო. და უფალმა განვედ ჩემგან სატანა დაწერილია, ხოლოს აღმერთსა თაყვანი ეცდა, ხოლოს მას სახურებდეო. ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა თაყვანი სცევდე და მხოლოდ მას მსახურებდე. არა ჩვენ თავს, არა ეშმაკს, არა ამ წუთის სოფელს. ეს ხარკი არ უნდა გადაუხადოს ადამიანმა ამ წუთის სოფელს. ცოდვის სახით. ძალიან ძიმე მდგომარეობა, ძალიან ძიმე მდგომარეობა. ერთხელ მახსოვს ჯერ კიდევ აი როცა გაიხსნა საზღვრები და საშუალება გაჩნდა 90-იან წლებში, ჩვენი სამღვდელოება ჩავიდა საბერძნეთში და ათონისთვის მოსალოცა და თქმა უნდა ათენიც მოილოცეს იქაურობა და რო ჩამოვიდნენ დედათა მონასტერიაო საქართველო ათენთან შედარებითო ისეთი მდგომარეობა იქაო, ანუ ჯერ კიდევ ადამიანები ინარჩუნებდნენ სიწმინდით. რომელი დედათა მონასტერია, მე არ ვიცი, რას დაემგვანა. თბილისი, 1000 გარყვნილი სახლები ააშენეს. ეს ღამის კლუბებში თურმე აი ახალგაზრდა მიყვებოდა საშინლად იღუპებიან ახალგაზრდები. 1000 რაღაცებს ასმევენ, ტაბლეტებს, სითხეებს, მოსაწევს და დიდი თუ მცირე როგონიათ სახლში არიან, ნორმალურები არიან თავისში, დიდი თუ მცირე გარყვნილია.
ასეთი გაუბედურება არ ვიცი და ამაზე ხმას არავინ არ იღებს. ეს უკვალოდ კი არ ჩაივლს. ერთი ტყუილი თქვა ანანიამ და საფორამ. მას გამო სიკვდილი დასაჯა უფალო. ცნება დაარღვია ადამა და 64-დან დაინდევნა. და დღეს ადამიანები უფალო შეგვიწყალეს. ისე დაუდევრად არიან მომაკვდინებელ ცოდვებში. რუშობის ეშმაკი ამბობს, არავის იმდენი არ წარუწყმედიაო, რამდენიც მე წავწყმიდო, ერთად აღებული ყველა ცოდვა რო შეაერთო. მე გაოცებული ვარ. ესეთი დაუდევრობა მშობლებისაგან, შვილები ესეთი დაუცველი, ყველა გარყვნილება სახეზია. ისინი რო ოდნავ გაიზრდებიან, ზღვაში შეცურავენ ცოდვისა. ეს ტელეფონები საერთოდ დამღუპველად ექცევს. გონიათ რაღაც თამაშებს უყურებენ, გარყვნილია ნახევარი, ესე იგი თაობა, თუ მეტი არა. ძალიან დიდი დარკვირვება უნდა და ძალიან დიდი. სხვა რამის გამო კი არ დაისაჯა სომონ გომორი და მთელი კაცობრიობა ნოეს დროს. ცოდის გამო ბოლო ჟამსაც ესე დაიღუპება. ბოლო ჟამი არა, მართლაც ბოლო ჟამია. ისეთი მძიმე მდგომარეობაა. აი საიდან დავიწყეთ და სად მივედით და იმის თქმა მინდოდა რომ უფალი ამბობს რომ მე ვარ გზა ჭეშმარიტებელ სიცოცხლე და ვისანაც სიცრუეა იმასთან რა უნდა სიცოცხლეს ჭეშმარიტებას. ყველა ცოდვა ადამიანს აი აშორებს უფლისაგან და უფალმა თქვა მოინანიეთო მოინანიე რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველჩად. იოან ნათლისმცემელმაც ესა თქვა უფალმა რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველჩად. ერთი წუთი სოფელი აქ ადამიანს. აი რამდენი დღეს გავიგეთ რომ აი უკვე გავიგე 2 თუ 3 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. ისინი ცხოვრობდნენ შეუძლებელი. ეხლა უფალთან წარსდგებია. ყველა თავისი სიტყვისაებრ აგებს პასუხს. ძალიან უნდა დაკვირვება ამ ცხოვრების, ძალიან უნდა. უფალი ამას მონანიებას და მონანიება ის არის რომ შეეცადოს ადამიანი დაუპირისპირდეს ცოდვებს. სხვა გზა არის კიდევ ცხონების, ეს არის მცნებათა აღსრულება და მცნებებს არავინ ასრულებს, ყველა არ ყვებს. აქაც სინანულთან მივდივარ. სინანულია საჭირო და აი რა არის ცოდვა, ხო? თქვა ცილის წამება. ცილი დავწამე ვიღაცა, შევარცხვინე, რაღაცა არასწორი ვთქვი და წავედი სადღაც ჩემთვის მოვინანანი, არ არის ეს სწორი. რომელ ხალხთანაც ის შეარცხვინე და ტყუილ დაბრუნ იმ ხალხთანვე უნდა აღიარო რომ მას ცილი დასწამე. მოპარე ვინმეს უნდა დაუბრუნო. აწყენინე ვინმეს უნდა შენდობას თხოვ. ვიღაცას გულს ატკენენ მწარე სიტყვით. წავიდა მოინანია სადღაც მოძღვართან და მორჩა. არ არის ეგრე, მასაც უნდა შენდობას თხოვ. მოატყვე, უნდა უთხოვ, მოგატყვე და ის სიმართლე ეს არის. მონანიება გონიათ რომ ეს უგუნურად აღიარებენ აღსარებაში და დამთავრდა. მარადიული სიხარული და მარადიული ტანჯვა სასწორზე. ყველაზე დაუდევრად ამას ამ საკითხზე ყიდება ადამიანი. ყველაზე დაუდევრად საკუთარი სულის ცხონებას ეყიდება ადამიანი. მე არ ვიცი, აი ესე იგი ალბათ მიხვდებით რომ რა მიზეზით ვამბობ, იმიტომ რომ ამ ბოლოდოს ისეთ რაღაცებს ამბობენ ეს ახალგაზრდები რომ ეკლესიაში ვინც არის კიდე ესენი დაცულნი არიან, მადლობა ღმერთს. ვიცავთ, ეკლესია იცავთ, მამათა სწავლება, სახარება იცავს, მოძღვართა ქადაგება იცავს, ლოცვა იცავს, წმინდათა, ეკლესიის გარემოში არიან და ვინც ეკლესიის გარემოში არიან და ვერ წვდებით. აი ღრმათ არიან, ოკეანეში რო ზღვა შეცურო, ღრმათ რო შეცურო და მე აღარ ვიცი ისინი გამოსწურავენ თუ არა იქიდან. საშინელი მდგომარეობა, გარყვნილების ზეიმია. მე არ ვიცი, უფალმა ტაძარი დაარქვა ადამიანს. აი ამ ტაძარზე ძვირფასია ყველა ადამიანი, იმიტომ რომ ეს ადამიანმა აშენა და ადამიანი კიდე ღმერთმა შექმნა, ღმერთმა აღაშენა. და თქვენ ხართო ტაძარიო სულისა წმინდისა და ვინც გახრწნის, მეც გავხრწნიო. უფალო შეგვიწყალე. რა დღეში არის ჩვენი თაობა, რა დაუცველია, აღარ იძებნება არც ბიჭი და არც გოგო სიწმინდეს ატარებდეს. აღარავინ იძებნება, ყველა აცოდავს თვალით, ყურით, საქმით, სიტყვით, ქმედებით.
საშინელი სულიერი აურზაურია ირგული სახე დაკარგა დიდმა თუ მცირე ამიტომ გჭირდება მონანიება მოგცე სინანული უფალმა შევღაღადოთ რომ შეგვიწყალე უფალო ესეც კი არ უნდა ადამიანს რომ შეღაღადოს უფალს შემიწყალე უფალო ყველა ცოდვა ჯვარს აცვავს უფალს და არაფრად არ შეხედე ჯვარცმას როგორი კივილია გამოსახული ჯვარცმაში თიშობელი როგორც სრემლეოდა მახვილმა გავლო სულსა შენსა სიმონ მოუთხრა დრისთვის რომ ადამიანის ცოდები აღეხოცვა ჯვარზე მიემსჭვალება დღეს ყველა ადამიანი უმატებს ცოდვაზე დაუდევრად დავიწყდება რომ ისიც ის იუდეველია ის რომელი ჯარისკაცია რომელიც ისევე პილატია იუდა რომელიც ცოდვაში გასცემს უფალს და ჯვარს აცვამს უფალს გამცემია ადამიანი უფლისა გაყიდის როგორც ვერცხლში გაყიდა იუდამ ცოდვაში ყიდის ქრისტიანი ცოდვაში ყიდის ღმერთს და არც რო შეაგონებდა ეტყვი არ არის შვილო ეს სწორი როგორ არ უნდა უფლისკენ გახედვა როგორ ეჩქარება ეშმაკდა თავის თავი რა წინაყავს დაყენება ოღონდ ის წუთიერად იყოს ბედნიერი თავისი ნაყროვანებით პატივმოყარებით ვერცხლის მოყარებით და ასე მრუშჩოვით და ათასი უბედურებით უფალი არ აინტერესებს რო გაუჭირდება დაემდურება კიდევაც ეს რატო და რა შევწოდე უფალო ესე და თუ არ მეხმარები და ეს რა დამემართა ეს როგორ და ის უნდა რომ რასაც ითხოვს უფალმა შეასრულოს მის თხოვნა და რასაც უფალი ითხოვს არავის არ უნდა რომ ის შეასრულოს და არ შემიძლია მას თავი დავანებოთ რომ არ თქვათ დღევანდელი სახარება ბალტიმორის ძის შესახებ ბრმა იყო და მოკლედ ვიტყვი რომ არ დაგღალოთ რომ გაიგო უფალი მოდიოდა ღაღადება დაიწყო ვედრება დაიწყო აჩუმებდნენ ის კიდე არ ცხრებოდა შემიწყალეო იესო ძეო დავითისაო იქამდე არ გაჩუმდა სანამ არ დადგა უფალ და არ მოიყვანეთო და კითხა რა გინდაო ეუბნება რომ ხედავდეო დაუხილა თვალი უფალმა და ადიდებდა ღმერთს და ხალხი აქებდა ღმერთს და რას ნიშნავს ეს მაები ამბობენ რომ აი ეს უდაბნო ადგილას იყო იერიქოში მოხდა და იცით ისრაელი უდაბნო ადგილია სულ ფაქტიურად უდაბნოა ეს ქვეყანა ფაქტიურად და აი ამ ტვერში იჯდა ეს ბრმა ანუ ჩვენ ყველანი წუთისოფლის ტვერში ვზივართ და ჭუჭხში და ბრმები ვართ უფალი არ დაგვინახავს უფალი რო დაენახა და გაეგო ადამიანს აი ბალტიმორივით აღრიალდებოდა მიიხსენი ამ ტვერიდან ამ სიმბრმავიდან უფალო მაგრამ ბევრმა გაიგო ნამდვილად გაიგო უფალი აბა რატო მოხვედით გაიგეთ რა თქმა უნდა სხვებისაგან განსხვავებით მაგრამ ვერ ახერხებს ადამიანი აი როგორც ის ვერაფერს ვერ ახერხებდა ვერ ახერხებს აი ხელფეხი შეკრულია რომ მიახლოს უფალს რა გააკეთა ამ ბალტიმორს რაც ებადა იმ ძონძებით ასაც შესამოსელი გადაყარაო ისე იგი ადამიანმა უნდა ეს ძონძი და ფლასი ცოდვის სახით რო აქ შემოხვეული უნდა გადაყაროს ეს კედლათა უფალთან ვისასვლელ გზაზე აწერია დაუძახა უფალმა გადაყარა ყველაფერი აი ეს უნდა გადაყაროს ადამიანს რი არის 100 წელი წუთისოფელში ყველაზე წმინდას ვერ შეხვდები მთელი წუთისოფელო შეიძინო მთელი სამყარო შეიძინო ერთი წუთით გექნება რა ან ის დაგტოვებს ან შენ დატოვებ და ღმერთი რო შეიძინო მთელი სამყარო შემოქმედი რო შეიძინო მთელი სამყარო ჩენე და ყველაფერი ჩენე და ინახე მივიდა და ეუბნება უფალებნებ რა გინდაო და უფალმა არ იცის რა უნდა სანამ იერიქოში გამოვიდა უკვე იცოდა უფალმა რა უნდა მაგრამ ამები ამბობენ ეს მერე ეუბნება რაც უნდა ჩვენგან უფალი ითხოვს ლოცვას ანუ ის როს თხოვს უფალს ეს სახია ლოცვის ანუ ჩვენს ვეუბნევ გან არ ვიცი რა გინდა მაგრამ დაიმდავლე თავი მოდი ჩემთან და დამელაპარაკე ანუ ილოცე
თხოვე რა გინდა, შემევედრე რა გინდა, მითხარი რა გინდა. ანუ ამიტომ ამები ამბობენ ასწავლის ლოცვას ადამიანებს. და რა სითხოვდა ბალტიმორი მათხოვარი იყო. იქამდე ფულს ითხოვდა, ვიწიერ წუთისოფლისა სითხოვდა. ეხლა ის თხოვა, რისი მიცემაც მარტო ღმერთს შეუძლია. ჩვენ ღმერთს ის უნდა ვთხოვოთ, რასაც სხვა ვერ მოგცემს. დღეს ადამიანს იმდენი სათხოვარია გაოცდები. არადა ნახეთ ბალტიმორმა იქამდე სუმიწიერს ითხოვდა ხალხისგან და ყველასგან. ეხლა ის ითხოვა, რისი მიცემაც მარტო ღმერთს შეუძლია. ადამიანთა ცოდვათა მიტევება მარტო ღმერთს შეუძლია. წმინდანებსაც იმას ვეუბნებით, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალება სულთა ჩვენთან. შეწყალება მარტო ღმერთს შეუძლია. ცოდვათა მიტევება მარტო ღმერთს შეუძლია და მისი კურთხევით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ცოდვათა მიტევება უნდა ითხოვოს ადამიანს. აი დღეს 8000 რაღაც უნდა, არ არის ეს საჭირო. ბალტიმორს უნდა მიემგვანოს ადამიანმა. უნდა ითხოვოს შეწყალება, იმიტომ თქვა უფალმა. პირველი სიტყვა მისი ქადაგების ეს იყო, მოინანიეთ რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველსათა და მოინანიოთ, თხოვოთ შეწყალება. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვინდე, უფალო გამკურნე, უფალო აღგვადგინე. რამდენჯერა და ამით ავასრულებ. დაანახავებს უფალი ადამიანს რომ ბაყაყივით ჭაობშია, აი ბაყაყივით ჭაობში და ყარს ჭაობი, ალბათ ერთხელ მაინც ყოფილ ჭაობში. და რამდენს დავანახეთ ღვთის სიტყვის ამებრ, აი ეს ჭაობია, შვილო, არ შეიძლება აქ ყოფნა, ამოდი, გამოგიწვდის უფალი ხელს და მისი სახით ღვთისმსახური ეპისკოპოსი მღვდელი. არ უნდა ეს ხელი, ჭაობი მირჩევნია. ბაყაყად ყოფნა მირჩევნია, სიმყრალე მირჩევნია. სურნელოვან მინდორზე არ გადის. ჭაობი ურჩევნია. ნუ ვისაც ჭაობი ურჩევნია, დარჩეს ჭაობში და ბაყაყად. თუ ესე უნდა, მაგრამ უფალს თხოვ გაგონიერდეს და ვისაც არ უნდა ჭაობში ყოფნა და ვისაც უფალთან მომისვლა და ჩახუტება უნდა, როგორც მამაშვილს ჩაეხუტება, ვისაც სიწმინდე უნდა და არა უწმინდურობა, ის მოინანიებს და უფლისაკენ წავა და ნუ დარჩებით ჭაობში. ცუდია იქ ყოფნა. იქ ისეთი გამაყრუებელი ყიყინია, რომ უფლის ხმა არ ისმის. უფლის ხმა არ ისმის ამ წუთის სოფელში. ამ რუხ და მეძალ და ცრუ მოდგმაში უფლის ხმა არ ისმის. უფალს არაფრად არ დაგიდევენ. არ აინტერესებს უფალმა რა თქვა. ადამიანებს არ აინტერესებს ის რა თქვა იესო ქრისტემ, ხსნელმა მაცხოვარმა. რო გითხო ცხონება გინდაო? როგორ არ მინდა ცხონება გეტყვის? ვის უნდა ჯოჯოხეთში? მაგრამ ეს სოფელი ეშმაკთან მინდა გავატარო და ხსნელი კიდე მარტო ქრისტეა. ხსნელთან უნდა გაატარო, რომ გიხსნას უფალმა, გვიხსნას უფალმა, შეგვიწყალოს უფალმა, გადაგვარჩინოს, აღვადგინოს, რათა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აც და მარადის და უკვინთი უკვინსამდე. ამინ. შეგახსენებ საქართველოს განმანათლებელის წმინდა ნინოს გარდაცვალების დღეა, ანუ გატოვზეიმობთ. მარადისობისთვის დაიბადა, მარადისობაში გაბრწყინდა, მარადისობაში გადავიდა. დღეს იქაც ის დედა ნინო, საქართველოს დედა და საქართველოს ემბაზი, ლოცულობს საქართველოს. ყველა ქართველი ვალდებულია და ყველა ქრისტიანი და ღვთისმინდანთა მოყვარე რომ ადიდოს, პატივი მიაგოს, წმინდა ნინოს თაყვანის წეს, დალოცვა და კურთხევას თხოვოს. შეევედროს როგორც მაშინ, როცა მობრძანდა ჩვენ უფალთან მიგვიყვანა, ისე გაგვიწვეს უფლისაგან. როგორც ფერისცვალებაც მოახდინა მისმა ლოცვამ ჩვენ ერზე, ისეთი ფერისცვალება მოხდეს ჩვენში. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, წყალობა გაგატანოთ ჩვენთან არც ღმერთმა.